Am წუთებში სპეცოპერაცია მიმდინარეობს საბურთალოზე პოლიცია დოლიძის ქუჩაზე ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიაშია შესული. ვარაუდია, რომ საგამოძიებო მოქმედება ეგრეთ წოდებულ call ცენტრს უკავშირდება. ნანო ჩაკვეტაძე მუშაობს ადგილზე, რომელიც დეტალებით აგრძელებს ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. Luka, გიერთდებით დოლიძის 48 ნომრიდან, სადაც ჩვენი ინფორმაციით ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმაციით უკვე საათზე მეტია მიმდინარეობს სპეცოპერაცია ადგილზე. ნიღბიანები არიან მობილიზებულები და ჩვენი ინფორმაციით და აქვე ვაზუსტებ ჯერ გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციით. ეს სპეცოპერაცია, რომელიც უკვე საათზე მეტია გრძელდება დოლიძის 48 ნომერში საბურთალოზე, უკავშირდება call ცენტრების საქმეს. არც ერთი ოფიციალური უწყება ჯერჯერობით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებითაც კი არ გვიდასტურებს, რომ ამ ადგილას მიმდინარეობს სპეცოპერაცია, არათუ ის, რომ შეიძლება ეს სპეცოპერაცია უკავშირდებოდეს call ცენტრების საქმეს. დრო და დრო აქ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ნიღბიანები გამოდიან ტერიტორიაზე, თუმცა როგორც ეს მოსალოდნელია ხოლმე ისინი კომენტარს მედიას არ აძლევენ, არ გვაძლევენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რასთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები დოლიძის 48 ნომერში საბურთალოზე. თუმცა ჩვენმა კამერამ გადაიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი კადრი, რომელიც ნამდვილად ასახავს იმას, რომ აქ მიმდინარეობს სპეცოპერაცია, როგორც გითხარით, ადგილზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მობილიზებულები არიან ნიღბიანები, თუმცა ამ ტერიტორიაზე არ არის ყვითელი ლენტა ან რაიმე ასეთი მანიშნებელი შემოვლებული, თუმცა როგორც გითხარით, ამ კადრებს ალბათ პირდაპირ ეთერში ახლა მაყურებელიც უყურებს, რომ ჩვენ დავაფიქსირეთ ის ფაქტი ნამდვილად, რომ დოლიძის 48 ნომერში მიმდინარეობს სპეცოპერაცია. ჩვენი ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმაციით ეს სპეცოპერაცია უკავშირდება call ცენტრს, რომელიც ადგილობრივების ინფორმაციით 1 წელზე მეტია დოლიძის 48 ნომერში მდებარეობს. თქვენ ახლა კადრში ადევნებთ თვალს იმ აბრას, რომელიც ამ შენობაზეა გამოკრული, Star IT, ასე ქვია კომპანია, სადაც ნიღბიანები არიან შესულები. ჩვენ ბევრი ვერაფერი ვიპოვეთ ინფორმაცია და დეტალები ინტერნეტში ამ კომპანიასთან დაკავშირებით, თუმცა გეტყვით, რომ ეს კომპანია IT კომპანია, ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია, როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, აქ ძირითადად რუსულ და უკრაინულ ენოვანი მოქალაქეები მუშაობენ. ამ კომპანიას მაგალითად თავის აღწერაში უწერია, რომ ჩვენ ბოლო 10 წლეულის განმავლობაში საერთაშორისო IT კომპანიად ჩავუყალიბდით, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის, სისტემური ინტეგრაციისა და ვებ დეველოპმენტის სფეროში პროფესიონალურ მომსახურებას მოიცავს. ეს არის სავარაუდოდ საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ჩვენ ინტერნეტში მოვიპოვეთ Star IT-სთან დაკავშირებით. ბევრი ჯერჯერობით ვერაფრის გარკვეულ მოვახერხეთ, გარდა იმისა, რაც უკვე გითხარით, რომ აქ დანამდვილებით მიმდინარეობს სპეცოპერაცია და ეს ჩვენმა კამერამ პირველმა გადაიღო. ჩვენ გადავიღეთ ნიღბიანების კადრები, რომლებიც ახორციელებენ აქ უკვე ჩვენი ინფორმაციით საათზე მეტია საგამოძიებო მოქმედებებს. ასევე ჩავწერეთ მოქალაქე ადგილობრივი, რომელიც აქვე ცხოვრობს, ის გვეუბნება, რომ ეს არ არის პირველი სპეცოპერაცია, რომელიც ამ შემთხვევაში სავარაუდოდ call ცენტრს უკავშირდება. უკაცრავ და ერთი წამი. რატომ იყავთ ეს ადამიანი? რატომ ვინ არის ეს ხდება? ბოდიში ერთი წამი რა საკეთებთ? როგორც იყო ადრე ნათქვამი, რომ call ცენტრი არისო განთავსებულიო და მე იმის მერე დაკეტილი იყო, მაგრამ სულ რუსებითა ახალგაზრდა ეთყობა, რომ IT-შნიკებით ასავსე რა. საგამოძიებელზე ვერაფერი ინფორმაციას ვერ მოგასწრით, იმიტომ მე თვითონ არ ვიცი. ტელევიზიით იყო ეს გაშუქებული, რომ call ცენტრი არისო აქ განთავსებულიო რა და მე იმის მერე დადიან ჩვეულებრივად ახალგაზრდა რუსი ბიჭები და გოგოები არიან, მანქანით მოყავთ ხოლმე, მიყავთ. აქ ვერსია, ეს იყო ტელევიზიითაც ნათქვამი, რომ call ცენტრები არიან, call ცენტრი არის განთავსებული ამ შენობაში. ჩვენი ინფორმაციით საათზე მეტია დოლიძის 48 ნომერში საბურთალოზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც ჩვენი ასევე დაუზუსტებელი ინფორმაციით ეს სპეცოპერაცია უკავშირდება call ცენტრს. call ცენტრი კი, როგორც ამას ადგილობრივები გვეუბნებიან, თუმცა რასაკვირველია, ჯერ ეს ინფორმაცია კვლავ დასაზუსტებელია ოფიციალურ უწყებებთან. call ცენტრია განთავსებული წელზე მეტია აქ, როგორც ამას ადგილობრივი ამბობს და ეს თქვენც მოისმინეთ კომენტარებში, რუსულ ენოვანი მოქალაქეები დადიან ამ ტერიტორიაზე. ჩვენ შევამჩნიეთ კიდეც გადაიღო ფორმულას
კამერამ პირველმა კადრები, როგორც ამ სპეცოპერაციის ამსახველი და დამადასტურებელი, ასევე ერთ-ერთი თანამშრომლის, რომელმაც წინააღმდეგობის მიუხედავად მოახერხა მაინც ტერიტორიაზე შესვლა. ჩვენ უკვე საათზე მეტი აქ ვართ, ჯერჯერობით არანაირი ოფიციალური კომენტარის გაკეთებას, როგორც ჩანს, არ აპირებს ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე ოფიციალური უწყება, არც კი გვიდასტურებენ იმას, რომ სინამდვილეში აქ სპეცოპერაცია მიმდინარეობს, თუმცა მაყურებელმა ნახა, რომ ფორმულას კამერამ პირველმა გადაიღო კადრები იმის ამსახველი, რომ აქ ნამდვილად მიმდინარეობს სპეცოპერაცია, ნიღბიანები ისევ რჩებიან ადგილზე, ვნახოთ გაკეთება თუ არა დამატებითი კომენტარები ადგილზე, ჩვენ ცხადია შევეცდებით გამოსვლისთანავე გასაუბრებას თანამშრომლებთან, სავარაუდოდ ეს ადამიანები, როგორც ადგილობრივები ამბობენ, არიან კოლ-ცენტრის თანამშრომლები, რადგან მაყურებელმა მოისმინა კომენტარი, რომ ამ ადგილას არაერთხელ ყოფილან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, აქამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში არაერთხელ ჩატარებულა სპეცოპერაცია, სავარაუდოდ კოლ-ცენტრთან დაკავშირებით ვნახოთ დღეს რას უკავშირდება სპეცოპერაცია, რომელსაც საათზე მეტია დოლიძის 48 ნომერში ახორციელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.